მე ვარ ნიკო, 12 წლის სუნამოების კოლექციონერი და პარფიუმერის ექსპერტი. ეს არის ჩემი სუნამოების კოლექცია არასრული შემადგენლობით. ნიკო გოგშელიძე თითქმის 2 წელია სუნამოებს აგროვებს. დღეს მის კოლექციაში უკვე 80-მდე სუნამოა. როგორც თვითონ ამბობს, თითოეული მათგანი სხვადასხვა ისტორიას ახსენებს. ჩემი პირველი სუნამო, რაც მახსოვს, რომ მქონდა, ეგ უბრალოდ მაგროს არ ვიყავი რა, ესე ძალიან არ მიყვარდა, უბრალოდ მაჩუქეს რა და სკოლის ბანაკში ვიყავი და მაგას ვისხავდი ხოლმე თითქმის ყოველ დღე რა და აი მაგას რო უსუნე, არ ვიცოდი რა ვაფშე თუ მქონდა რაღაც ჩონჩხის თავი მქონდა რაღაცა და ეგ სუნამო რო დავისხი, ეგ წამი გამახსენდა და რაღაცეები და ანუ ეგეთი ვაიბებია, ანუ ეგეთი რაღაცები მახსენდება ხოლმე რა სუნამოებს. ნიკოს ბავშვობიდან მარტივად შეეძლო ამოეცნო ადამიანების სუნამოების მიხედვით. თვითონ ძაბრს სუნს ანიჭებს უპირატესობას, თუმცა გემოვნება პერიოდულად ეცვლება. ბავშვობიდან ძალიან კაი მაქვს. მახსოვს, ჩემ მეგობარს დიდი კერძო სახლი აქვს და სუნამო ვიპოვე ზივსეგდო რა და უბრალოდ უსუნე რაღაცა და დედიკოსთან მივედი და ეს უთხარი რომ ეს იქნება თქო თაკოსი თქო რა. მართლა მაგის სუნამო იყო და მე მივეცით რა დაუბრუნეთ. ზამთრის ვაიბების სუნამო ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აი რაღაც ფრეშ სუნამოები არ მომწონს რა, რაღაც ხილის რო ხოლმე უფრო მომწონს თაფლის და ვანილის არომატების სუნამოები უფრო მომწონს და უფრო მეტი ეგეთი მაქვს. ნიკო არ გამორიცხავს, რომ მომავალში შესაძლოა სუნამოც კი შექმნას. მით უმეტეს ამის მცდელობა ერთხელ უკვე ჰქონდა. რაღაც ვიდეოებს უყურებდი ხოლმე, როგორ გამეკეთებიან homemade სუნამოები და ისეთი რაღაცეები ვცადე რა. რაღაც ალკოჰოლი ავიღე, ჩავასხი, რაღაცა ფოთლები იმოსქენი, ცოტა რაღაც სუნამოს შეურიე და გავამივიდა. კიდე მაქვს ეგ სუნამო, მაგრამ უცნაური ინტერვიუს ბოლოს პატარა ექსპერიმენტის ჩავატარეთ. ნიკოს სუნამოები თვალებახველს უნდა გამოეცნო. რამდენად გამოუვიდა, მოდით ერთად ნახოთ. საძიგია ეს. აზაროეს. კრიდი ეს მარტივია. ნამდვილად ვერ შევედავებით, რაც იცის.